უმრავლესობის შეთავაზება და უმცირესობის ულტიმატუმი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ოპონენტებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. სხვა შემთხვევაში კი დებატებში იწვევს. უმრავლესობის ფრაქციების სახელით და ლიდერების ხელმოწერით შესაბამისი წერილობითი მიმართვა უკვე გამოქვეყნებულია. შეთავაზებას ულტიმატუმით პასუხობს ნაციონალური მოძრაობა და პროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ საკუთარ პირობებს აყენებს. მეტიც, ოპოზიციაში გადასული პარტია ამტკიცებს, რომ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის გამოყენებისა და მთავრობის დათხოვნის არანაირი გეგმა არ არსებობს. თუმცა საპირისპიროზე მიუთითებს ვანო მერაბიშვილის 2 დღის წინანდელი განცხადება. ნაციონალების გენერალურმა მდივანმა ღიად თქვა, რომ მისი გუნდი 4 წელი ლოდინს არ აპირებს. სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირება მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. მიმართვის ადრესატი ნაციონალური მოძრაობაა. მმართველი გუნდი ოპონენტებს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად ღია სატელევიზიო დებატებში იწვევს. თემა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირებაა. წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიო დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე. უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. გამოწვევას ულტიმატუმით პასუხობენ საპარლამენტო უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად მზადაა, ოღონდ ორი პირობით. მოუხსნათ ის ჯიშიც, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნაწილშია, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეიძლება იყოს შეცვლილი. ამასთან ერთად ამოქმედდეს მეორე ნაწილიც, რომლითაც იზრდება 3/4-მდე საკონსტიტუციო კვორუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავრობის წინაშე აღარ იდგება მუდმივი ცდუნება, შანტაჟით, ზეწოლით, ხელების ამობრუნებით, გადაითრიოს იქით მხარეს რამდენიმე დეპუტატის. უმრავლესობის პასუხი ცნობილია. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ უმცირესობასთან ვაჭრობას არ აპირებს. ზაქარია ქუცნაშვილი მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენას თხოვს. ნაციონალური მოძრაობა ევაჭრება ქართულ ოცნებას, როცა ნაცვლად იმისა გასცეს საზოგადოებას პასუხი ცვლილებების სამართლიანი დემოკრატიულია თუ უსამართლო და დიქტატორულია, გაურბის პასუხს და გვევაჭრება. პასუხი იქნება ასეთი, რომ ჩვენ არ ვევაჭრებთ ნაციონალურ მოძრაობას დემოკრატიაზე და მშვიდობაზე. უმრავლესობის შეთავაზებაზე უმცირესობის გენერალური მდივანი მორიგ დასკვნას აკეთებს. ვახულის დღეებში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ცვლილება, ანუ უმრავლესობამ შეაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა და აშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის პოლიტიკური გზავნილი რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. აქვე ექსპერტი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც უმცირესობამ პირობები წამოაყენა. ორივე ეს არგუმენტი ნაციონალური მოძრაობისა არის საჭირო არა იმისთვის, რომ კონსტიტუციის გაკეთების შეუძლებაზე იყოს ფიქრი, არამედ იმისთვის, რომ მათ გაამართლონ ის თუ რატომ არ უჭერენ მხარს იმ ცვლილებებს, რაც უმრავლესობამ წარადგინა. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის უფლება დაითხოვოს მთავრობა პარლამენტის გარეშე. კონსტიტუციონალისტი უმცირესობის გზავნილს ნაციონალურ მოძრაობაში შემუშავებული გეგმის ნაწილად მოიაზრებს. 2 დღის წინ პარტიის მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები 4 წლიან ლოდინს არ აპირებენ. ეს თავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა 6 თებერვალს იგეგმება.